დღეს ჩვენ ვიმყოფებით ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზ უნივერსში, სადაც გაიმართება ქალბატონ ლეილა გრძელიძის წიგნის პრეზენტაცია S6-ია. პრეზენტაციაზე ლექსებს წარადგენენ საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის დავითიანის ლიტერატურულ კლუბ დალკის წარმომადგენლები. ასევე გაიმართება ახალგაზრდა მხატვარ გიორგი ჯალიაშვილის პერსონალური გამოფენა. ვიდრე პროფესიას შევიძენდი, ლექსის წერა მანამ დავიწყე ბავშვობიდან. თუმცა ეს ჩემთვის ესეთი გატაცება არ იყო, უბრალოდ თავისთავად მიხდებოდა ხელში კალამი, ფურცელზე სტრიქონები და გამოდიოდა, რაც გამოდიოდა, ასე რომ დიდი არჩევანი არ მქონია. შთაგონებაც რა გითხრათ, რამე ისეთი საწყისი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში და აქედან დავიწყე, არა. თავისთავად გაჩნდა, ბუნებრივად გაჩნდა, შემოიპარა თავისით. პირველად დღიურებს უწერდი, ისეთ პროზის სახით. მე დღიურებს თავი დავანებე და მე ლექსები გამოვიდა ასე. ქალბატონ ლეილას მე თითქმის არ ვიცნო. მაგრამ უიტმეს აქვს გენიალური ფრაზა. გადაშლი წიგს და უკვე ხელს არ თმევ ადამიანს. ასეა ეს სამყარო, რომელიც აი ამ წიგნის ყდებში არის დამწყვდეული, ეს არის ყოველი ჩვენგანისთვის მშობლიური სამყარო. ფესვიდან მოდის ქალბატონ ლეილას ყოველი სიტყვა, შემოქმედება და როგორც ჩემი გამოსulis დროს მოგახსენეთ მე, უმთავრესი ჩემთვის არის ის, რომ საწყისი არის სიკეთე. სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია ვხატავ 6 წლიდან, თუმცა შემდეგ დიდი ხანი აღარ ვხატავდი და დაახლოებით 1 წლის უკან გავაგრძელე ხატვა და უფრო ღრმად ჩავწვდი ხელოვნებას. და აი დღეს ჩემი პირველი პერსონალური გამოფენაა და ძალიან მოხარული ვარ და მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონ ლეილა გრძელიძეს. ქალბატონი ლეილა ჩემთან ძალიან ახლო ადამიანია, იგი დედაჩემის დეიდაა და ასე რომ მან შემოთავაზა რომ დავითიანთან არსებული ლიტერატურული კლუბი დალკი უკვე 2 წელია, რაც პოეზიის საღამოებს ატარებს. ჩვენ დაგვიკავშირდა ქალბატონი ლეილა და გითხრა რომ მას აქვს ახალი წიგნი, რომელიც არის ჯერ გამოუცემელი და სურს მისი პრეზენტაცია. და რადგანაც დალკი აკეთებს ხოლმე ძალიან ხშირად პოეზიის საღამოებს, გადავწყვიტეთ რომ აგვეღო ეს მართლა საპასუხისმგებლო საქმე ჩვენს თავზე და მოვამზადეთ ინსცენირებული, თეატრალიზებული წიგნის პრეზენტაცია. ეს და სიკეთეს. იყო ბრწყინვალე საღამო, ბრწყინვალე ლექსებით და ბრწყინვალე ხალხით. პირველ რიგში უღრმესი მადლობა, რომ საკმაოდ დიდი ხნის უნახავი მეგობრები შეგვიბრება და ერთად შევხვდეთ და მეორე ის სიამოვნება, რაც განვიცადეთ მისი ლექსების კითხვისგან. მიუხედავად იმისა, რომ წლებია, რაც ჩვენ ერთმანეთს ვისწრობ, ვერ წარმომედგინა თუ ლეილი ასეთ ლექსებს წერდა. ნამდვილად ვერ წარმომედგინა. მან თავისი ლექსებით გაანათა ყველაფერი გარშემო. ის წარმოაჩინა, რაც GPL-ს ჩვევია. წარმოიდგინეთ თქვენ, როგორი თანხმედრაა ნიჭიერი ინჟინერი ქალი ელექტროქიმიაში და უნიჭიერესი ადამიანი პოეზიაში.